რობოტებს ლოგისტიკაში ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სოფლიოზე კარგი გავლენა ვიქონიოთ. აი ასე ვქმნით ჰარმონიას ადამიანსა და დანადგარს შორის. შესაძლებლობებს რეალურად ზღვარი არ აქვს. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მოქმედი რობოტული პლატფორმა ელექტრონული ვაჭრობის ლოგისტიკაში რევოლუციის მოხდენას აპირებს. ეს ტექნოლოგიური ნახტომი უკვე შექმნეს ევროკავშირში და ცდიან კიდეც როგორ მუშაობს. ბერლინის მახლობლად მდებარე ამ სადისტრიბუციო ცენტრიდან ყოველ კვირა ასობით 1000 ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარი თუ კოსმეტიკური ნაწარმი იგზავნება. გაგზავნისთვის ნივთების მომზადების პროცესი სწრაფია და ყოველმხრივ მექანიზებული, რომლის დროსაც სისწრაფე, სიზუსტე და ეფექტიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ რამდენიმე სექცია გვაქვს: შიდა გადაზიდვები, გარე გადაზიდვები, ხარისხის კონტროლი და ასე შემდეგ. ჩვენ ვადგენთ საჭირო კადრების გეგმას, საზღვრავთ როგორ გავგზავნოთ საჭირო მოცულობის ტვირთი. მაგრამ ჩვენი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა რაოდენობის ტვირთი შემოდის და რამდენი გადის. ასევე რამდენად ზუსტი და ეფექტიანია მთელი ეს პროცესი. აქ წარმოდგენილ უახლეს ტექნოლოგიებს შორის ეს ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტები იმიტომ ჩართეს, რომ საათში 600 ნივთი დაახარისხონ. რობოტებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ თითოეული ნივთის სახეობა, ზომა, წონა, ფორმა, შეფუთვა და გადაწყვიტონ რა უნდა გააკეთონ. ეს რობოტი შეუსვენებლად მუშაობს მთელი კვირა. ადამიანისგან განსხვავებით მას შესვენება არ სჭირდება. უწყვეტად მუშაობს და ფაქტობრივად მუდმივია. აი ეს არის მთავარი. ჩვენი ინტერესი მაინც და მაინც ადამიანების ავტომატიკით შეცვლა არ არის. უფრო ის არის მთავარი, თუ როგორ ვაწარმოოთ მეტი უფრო იაფად და ეფექტიანად. ხელოვნური ინტელექტის დახმარების გარეშე ელექტრონული ვაჭრობის ბიზნეს მოდელები აღარ არის სიცოცხლის უნარიანი. ამბობენ იმ ონლაინ მოდის საცალო ვაჭრობის პლატფორმის მენეჯერები, რომელიც ამ სადისტრიბუციო ცენტრს იყენებს როგორც ევროპის კონტინენტზე თავის ძირითად ჰაბს. ჩვენი ელექტრონული ვაჭრობის ბიზნესი ძალიან მერყევია. ყველა მიცის, რომ არსებობს შავი პარასკევი, მაგრამ ამას გარდა გაყიდვების პიკი მოდის აღდგომის, შობის დღესასწაულებზე. ამიტომ ძალიან რთულია დაგეგმო რამდენი მუშახელი დაგჭირდება. რობოტის უპირატესობა კი ის არის, რომ ის ყოველთვის ხელმისაწვდომია და მარტივად შეუძლია დაგვეხმაროს, როცა დიდი რაოდენობით საქონელია გასაგზავნი. ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ყველა მიცით, რომ მუშახელის რაოდენობა მცირდება, რადგან ხალხი ბერდება, მაგრამ მოთხოვნა სულაც არ იკლებს. რობოტები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ასეთი დემოგრაფიული რისკების შერბილება. პრობლემის რობოტებით გადაჭრა პოლონეთის დედაქალაქში მოიფიქრეს და საცდელი პროექტიც დაიწყეს. ეს სტარტაპი დაახლოებით 140 ადამიანს ასაქმებს. მათი მიზანია შექმნან რობოტული ხელსაწყოები, რომლებიც შეძლებენ ნივთის შეფუთვას, შერჩევასა და დახარისხებას უზარმაზარ საწყობში ზუსტად ისე, როგორც ამას ადამიანი გააკეთებდა. განსხვავება ისაა, რომ რობოტი ამას უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ზუსტად აკეთებს. აქაურმა ინჟინერებმა შეიმუშავეს ღრუბლის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მექანიზმები, რომლებიც ეხმარება რობოტებს რომ თითოეული ამოცანის შესრულებისას რაღაც ისწავლონ. როდესაც რობოტი მუშაობს, ყველა შესაძლო საზო მონაცემს ვაგროვებთ. ყველა სენსორის ჩანაწერს ვიღებთ. თითოეული ურნის ფოტოს ვიღებთ, რომელიც კი რობოტმა შეიძლება დაინახოს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვხვეწავთ რობოტის სწავლის მოდელს და ვარგებთ ახალ ამოცანებს. რობოტს შეუძლია ადაპტაცია ახალ ნივთთან, რომელიც პირველად დაინახა და ასევე ადაპტაცია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნივთებთან. რობოტს შესაძლოა ჰქონდეს 3, 4 ან 5 განსხვავებული ხელსაწყო, რომელთა საშუალებითაც შეუძლია სულ პატარა, მაგალითად 2 სანტიმეტრიანი ნივთიც აიღოს, ან ძალიან დიდი 5 კილოგრამიანი. ეს რობოტი დიდია და დატვირთვის პოტენციალი ძალიან დიდი აქვს, რათა მომავალში 10-15 კილოგრამიანი ნივთების აღება შეძლოს. მთავარია სწორი ინსტრუმენტები და გასამართი სისტემა შეიქმნას. კომპანიაში ამბობენ, რომ მისი კვლევისა და განვითარების მიზანია ისეთი დაბრკოლებების გადალახვა, რომელსაც საწყობის ავტომატიზაციის გადაუჭრელ პრობლემებს უწოდებენ.
პირველი რიგის ამოცანა ხელოვნური ინტელექტის სწორი და ეფექტიანი მოდელების შექმნა, რომლებიც ამ რობოტების ამოძრავებას შეძლებენ, მაგრამ როცა ამას მოვახერხებთ, აუცილებლად დაგვჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა ამ რობოტებისა და მათი მოძრაობის გაკონტროლება, რომ შევძლოთ. ტექნოლოგიურ გამოწვევებს შორის არის იდეალური ასაღები ხელსაწყოს შექმნა. ისეთი რობოტი ხელებისა, რომელიც ნივთებისა და ამანათების მრავალფეროვან კატეგორიას მოემსახურება. იქნება ეს პლასტმასის შესაფუთი მასალები თუ ფეხსაცმლის ყუთები. აქ უკვე ხედავთ პირველ მოდელს, რომელზეც კარგად ჩანს, რომ მას ორივე მხრიდან შეუძლია დაჭერა და რომ ძალიან მძიმეა. სწორედ ამიტომ გადავედით შემდეგ უკეთეს მოდელზე და აი, აქ უკვე ჩვენი ბოლო მოდელი გვაქვს, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფეხსაცმლის თითქმის ყველა ყუთი ავიღოთ, რაც კი ბაზარზეა. ფეხსაცმლის ხუთს აქვს სახურავი, ფსკერი და შიგ მოთავსებულია ნივთი და მხოლოდ თავსახურს რომ მოეჭიდოს, მაგალითად ეს არ ივარგებს. მთლიანი ყუთი უნდა აიღოს, რათა დარწმუნდე რომ ყუთი არ დაიშლება. ამ სტარტაპის ანგარიშის მიხედვით, ბოლო რამდენიმე წელიწადში კომპანიამ გაასამაგა ბიზნესის მოცულობასა და მომხმარებელთა რაოდენობაც, მათ შორის მსხვილი საცალო მოვაჭრეებისაც. 2025 წელს ამ კომპანიაში დაახლოებით 50 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო ხელოვნური ინტელექტის ინოვაციის დასანერგად რობოტებში. ჩემი აზრით, დღეს სისტემები ძალიან სანდოა, მაგრამ მათი მოქნილობა და ახალი ფუნქციების დამატების შესაძლებლობა ჯერ კიდევ ზომიერია, ასე ვიტყოდი. ახალ ფუნქციებს ვამატებთ, რათა ამ სისტემებმა სულ უფრო მეტი ამოცანის შესრულება შეძლოს საწყობში. რობოტების გამომგონებლებიც და საბოლოო მომხმარებლებიც ირწმუნებიან, რომ აკვირდებიან, რა სოციალური გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ელექტრონული ვაჭრობის ლოგისტიკაზე. რობოტს მაინც ჭირდება შეკეთება. ჩვენ მომხმარებლებთან ერთად მუშაობთ, რათა ვასწავლოთ მათ თანამშრომლებს მოხმარების წესები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანამშრომლები ამაყობდნენ, რომ ასეთ განვითარებულ ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობდნენ და არ უწევდათ ხელით შეესრულებინათ უამრავი საქმე. საწყობი ადამიანის გარეშე ვერ იმუშავებს, ასე არაფერი გამოვა. ყოველთვის საჭირო იქნება ადამიანის დახმარება საწყობში. უამრავი სხვადასხვა ტიპის ადამიანის მიზიდვა შეიძლება, თუ კი საწყობში მუშაობა მოსაწყენი არ იქნება. ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უბრალოდ აუცილებელია, რათა მოთხოვნის ზრდას ფეხი აუწყო. ჩვენ ადამიანის რობოტით შეცვლას არ ვისახავთ მიზნად, უფრო ჰარმონიული გარემოს შექმნა და წინსვლა გვინდა.